ქალაქს ძინავს. ქუჩებიც არიელდება. დღის ხმაურს სიჩუმე ანაცვლებს. სწორედ მაშინ, როცა თბილისელების უმეტესობა დასაძინებლად ემზადება, სხვებისთვის სამუშაო დღე ამ დროს იწყება. დღის განმავლობაში მათ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, თუმცა მათი შრომის შედეგს ყოველდღე ვხედავთ. ესენი თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები არიან. მე ვარ შოთა ბაქანიძე, 30 წლის, ამ სამსახურში მუშაობ 8 წელია. ჩემი პოზიცია არის უბნის უფროსი, რომელიც ჩემ მოვალეობაში შედის 53 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა პატრონობა მორეცხვა. ამასთანავე გაჩერებები, მიწისქვეშა კონტეინერები და ყველა ის რაც მორეცხვასთან არის დაკავშირებული. ჩვენი საქმიანობა არის ისეთი რაღაც სიამოვნეს მე პირადად რა საქმესაც ვარ შეჭიდებული. ყოველდღიურ რეჟიმში დილა იქნება თუ ღამე იქნება, სულ დაღლილი ვიყო, გამოვდივართ, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს დედაქალაქს წააგება. ჩვენი ყოველდღიური მიზანი ის არის, რომ ხალხი რო გამოვა დილით, იყოს მოწესრიგებული, დასუფთავებული და იარონ გასუფთავებულ ქალაქში. მიწისქვეშებს რაც შეეხება, ეს მიწისქვეშები ყოველდღიურ რეჟიმში 53 მიწისქვეშა ყოველდღიურ რეჟიმში ირეცხება და ანალოგიურად ეს არის ჩვენი და ხალხის დამსახურება, რომ ეს სუფთად და მოწესრიგებლად იყოს ეს ყველაფერი. მე ერთს ვიტყვი, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ იმაში, რომ გვერდში დაუდგეთ, რა თქმა უნდა, ეს მარტო ჩვენი არ არის, კი ირეცხება ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჯობია რომ ხალხის გვერდზე გვედგას და გვეხმაროს იმით, რომ ეს ჩვენი გაკეთებული არ დაბინძურდეს. ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი განსხვავებულია. ისინი ხედავენ ქუჩებს მაშინ, როცა აქ არავინ ჩქარობს, არ არის საცობები და ქალაქი რამდენიმე საათით სრულიად სხვა რიტმით ცხოვრობს. მორეცხვის პროცესი სწორედ ამ დროს მიმდინარეობს. წყლის ძლიერი ჭავლით იწმინდება გზები, ტროტუარები და საზოგადოებრივი სივრცეები, რათა დილის საათებში ქალაქი უფრო სუფთა და მოწესრიგებული დახვდეს მოსახლეობას. ლაშა გეგეშიძე ვარ 57 წლის. მუშაობ თბილსერვის ჯგუფში 2006 წლიდან. ვარ სპეცტექნიკის ოპერატორი. ეს არ იყო ჩემი, იმიტომ რომ მე მაგას გზნობდი ბავშვობიდან. ეს იყო დედაჩემის ახირება. კაზანში მაგ დამთავრებული სამხედრო სამედიცინო უნივერსიტეტი. ვარ ნეიროქირურგი განათლებით, მაგრამ ეს არ იყო ჩემი სიცხლე, ხორცი ჩემი არ იყო. ჩემი იყო ის, რომ გიმეტექნიკა ბავშვობიდან. ბავშვები პატარა მანქანას რომ მიყიდიდან ხოლმე დავშლიდი ხოლმე და ესე მიზიდავდა ყოველთვის ტექნიკა. ყოველთვის მიზიდავდა. და მადლობა ბედს, რომ ნამდვილად ჩავარდი იქ, რასაც იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს. მithumetes თბილისში ვარ დაბადებული, თბილისში ვარ გაზრდილი, ემსახურები ჩემ ქალაქს, მაყოფილდები გულში იმითი, რომ გავხედავ ჩემს უკან გაწყრიალებული სუფთა მონაკვეთი. მე ზაფხულის დღეებს უხდება ხოლმე განსაკუთრებით, როცა იწყებს ეს გათენებას და მზის ამოსვლა. ვაიმე, აი რაღაცა სხვანაირი ადრენალინია და შენი გაკეთებული საქმე. ქალაქში მომატებული ტემპერატურის გამო თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების სპეცტექნიკით აგრძელებენ გზების მორეცხით სამუშაოებს. ირეცხება ყველა ცენტრალური გამზირი, მეორე და მესამე ხარისხოვანი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მიწის ზედა და მიწის ქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები, გაჩერებები და გზის გამყოფი კუნძულები. აღნიშნული სამუშაოები გასწრა მთელი ზაფხულის განმავლობაში, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა. ყოველ ღამე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ გზის მორეცხვის სამუშაოებს. მოსახლეობა, როდესაც იღვიძებს და დილით გამოდის, ხდებათ დასუფთავებული მოვლილი ქუჩები, არის ჩვენი ტექნიკური რგოლის, ჩვენი სპეცმანქანების წყოლების და თითოეული გუნდის წევრის დამსახურება. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც თანამშრომლები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან, ვანდალიზმია. ისტორიულ შენობებზე, ძეგლებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე გაკეთებული წარწერები და ნახატები ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებს. მათი გაწმენდა კი დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვს. ღამის საათებში სპეციალური ქვიშაჭავლის აპარატების დახმარებით მიმდინარეობს იმ ზედაპირების გაწმენდა, რომლებიც დღის განმავლობაში მოქალაქეების მიერ არის დაზიანებული. თბილსერვის ჯგუფი აქტიურად ახორციელებს ყოველ ღამით, როცა ამით იძლევა ამ საშუალებას, ქვიშაჭავლით
გაწმენდას ქალაქის მასშტაბით არსებული ვანდალიზმის ძირითადი ობიექტები არის ხოლმე ისტორიული დაცვის ზონები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სადაც ბევრი ხალხის მობილიზება ხდება, გარდა ჩვენი მოსახლეობისა, ტურისტული ნაკადი, სადაც ყველაზე მეტია ეს ადგილებში. დაზიანების შედეგად ხშირად შეუძლებელია მხოლოდ მისი წაშლით ვანდალიზმის მოცილების შემდეგ პირვანდელი სახე დაუბრუნო, ჭირდება თავიდან გადაღება, ხშირ შემთხვევაში დამუშავებას, შებათქაშებას, ამიტომ საკმაოდ დიდ ხარჯებთან, დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როგორც ჩვენი ტექნიკით და მანქანათა ანადგარებით, ასევე კონტრაქტორების საშუალებით ყოველღამე გამოვდივართ თბილისის მასშტაბით, რომ ვანდალიზმი აღკვეთოთ, ამასთან ბრძოლა შეუძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალებით. ანუ თავარი არის ხალხმა გავიგოთ ის, რომ ეს ქალაქი არის ყველასი და ამ ხალხს თავისი ღირსშესანიშნაობა რაც გააჩნია და სილამაზე უნდა დაუტოვოთ ისეთი როგორიც აქვს. ჩვენ ყავს თითქმის 5700 თანამშრომელი და ჩვენი სამუშაო გრაფიკი ნებისმიერ სეზონზე ეს თითოეულობა იქნება ჭარბი ნალექის პერიოდი გაზაფხულზე და შემოდგომაზე თუ ზაფხული ყოველთვის 24 საათიან რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები გამოსულები არიან გარეთ იმისთვის რომ დედაქალაქს თავიანთი შრომა, თავიანთი სიყვარული და პატივისცემა დაანახონ. სუფთა ქუჩები, მოწესრიგებული გარემო და ახალი დღის დასაწყისი. ეს არის ღამის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. შრომის, რომელიც ხშირად კადრს მიღმა რჩება, თუმცა ყოველ დილით მთელი ქალაქი სწორედ ამ შრომის კვალზე დადის.